შემოხაზეთ ასეთი ფორმა. შავ ფურცელზე ხატავ ნახშირის ფანქრით. ძალიან მარტივი არის, როგორც ხედავთ, ძირითად ფორმას რომ შემოხაზავთ, გააფერადეთ მთლიანად, კარგად და შემდეგ ხელით გაბლანდეთ. ისე რომ ლანდივით გახდეს ეს ჩვენი მოჩვენება. შემდეგ ჩაუმატეთ აქცენტები, რომ რაღაც მონაკვეთებში იყოს კონტურები. დაამატეთ თეთრი ტონი. ჩაუხატეთ თვალები, პირი და ირგვლივ დავიწყებ აქ გოგრის ჩახატვას ბუშტის ფორმით. ჯერ გააფერადეთ, შემდეგ გაბლენდეთ, იგივე პრინციპით, როგორც მოჩვენება დახატეთ. და შეიტანეთ სხვადასხვა ტონები, დააჭერინეთ ხელში ეს ბუშტი და ჩაუხატეთ თვალები და დაღრეჭილი კბილები. ამის შემდეგ დაიწყებთ ქვედა მონაკვეთის გაფერადებას. შეიტანეთ ყვითელი და ნარინჯისფერი ტონები, გაბლენდეთ და ჩაამატეთ ზემოდან ისევ ნარინჯისფერი ტონი, რომ შემოდგომის ეფექტიც გქონდეს და უკან მთვარის დახატვისთვის იგივე პრინციპს იყენებთ, რაც გამოვიყენე მოჩვენების დახატვისას. უკან ჩაუხატეთ ვარსკვლავები და შემდეგ წინ ცოტა თეთრი ტონები ჩაამატეთ. რაღაც ჩემსას მოუხდა ძალიან და მიიღებთ ძალიან ჰორორულ ვარდისფერ ლოყებიან მოჩვენებას. გამოიწერე არხი, რომ ჩემი ვიდეოები არ გამოგჩეს.